მოწმობის ვალიდურობის გადამოწმებისთვის ვალიდურობის შემოწმების ბლოკში ჩაწერეთ თქვენს ხელთ არსებული მოწმობის ნომერი, რომელიც ბლანკის დასაწყისშია დაბეჭდილი. შემდეგ ჩამოშალეთ და აირჩიეთ მოწმობის ტიპი. აღნიშნული მონაცემების შეყვანის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს შეამოწმე ნომერი. ერთ-ერთი მონაცემის არასწორად შეყვანის შემთხვევაში გამოჩნდება შეცდომის ფანჯარა, რომელიც გულისხმობს, რომ თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემი არასწორია. მონაცემის სწორად შეყვანის შემთხვევაში თქვენს ფანჯარაში ჩამოიშლება სავალდებულო საკონტროლო კითხვები. კითხვებზე პასუხს გასცემთ მოწმობაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით. საკონტროლო კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს შემოწმება. არასწორი პასუხის შემთხვევაში გამოჩნდება შეცდომის ფანჯარა. შეგახსენებთ, შეცდომის შემთხვევაში ყოველ ცდაზე საკონტროლო კითხვები იცვლება. ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში გამოჩნდება მოთხოვნილი მოწმობის სტატუსი, ვალიდური ან არავალიდური. მოწმობის სანახავად დააჭირეთ დათვალიერების ღილაკს. გმადლობთ ყურადღებისთვის.